კიდევ ერთხელ საგამშვიდობისა. კიდევ ერთხელ გილოცავ დამდეგ ახალ წელს, უბრალოდ ვერ გავიგე რატო ასე შეეშინდა ჯოდი ბაღათურია, როცა წარმადგინა, მე არ ამგონია რომ ასიში ადამიანი ვარ. დღევანდელი დღესასწაული ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგანაც ზუსტად ამ დღესასწაულს ყველაზე საყვარელ ადამიანებთან გსურს ჩვენ გავატაროთ ეს დღე. ძალიან საინტერესო სიუჟეტი გველის მე ესპანეთიდან, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუმცა ნიკამ უკვე წარგადგინათ ტექსტი, ესპანეთიდან იქნება ჩართვა, მე გარკვევით უფრო ხმამაღლად მოგაწოდებ ტექსტს. საოპერო ვარსკვლავები ხდებიან 2000 წელს წლის მთავარი კულტურული მოვლენით ბარსელონაში ტრუბადურის მსოფლიო პრემიერით, რომელიც ლიცეუმს თეატრის სცენაზე გაიმართება. სპექტაკლის მონაწილეების ექსკლუზიური მოლოცვები იმედის მაყურებელს პაატა ბურჭულაძე, მარკო ბერტი, ლუჩიანა დინტინო და მსოფლიო დივა მონსერატ კობალიე საქართველოს ახალ წელს ულოცავენ. ვთხოვ რეპორტაჟს ესპანეთიდან და ნინი ახვლედიანი ეს რეპორტაჟი მოგვიმზადა. ბარსელონაში ოპერა თეატრის კედლებს წდება და ქუჩაში გადის. ტორეადორების ქვეყანაში საოპერო ხელოვნება იმდენად ღირებულია, რომ ცნობილი არიები ყოველი ფეხის დაბიჯზე ისმის. ეს ენრიკოა, ცეცხლოვან ქალაქში მას ყველა იცნობს. ორკესტრის თანხლების გარეშე თავისი აპარატურით ტენორი ღამის ბარსელონას ასე ეხმიანება. Granada, tierra ensangrentada, en tarde se tona. Felices fiestas, ასე ულოცავენ ესპანელები ერთმანეთს ახალ წელს და იმისთვის, რომ დღესასწაული უფრო მძაფრად შეიგრძნონ, Jingle Bells ესპანურ ენაზე ყველა ერთად გუნდურად წერს. ყოველი წლის შობას ბარსელონას მთავარ მოედანზე წმინდანების ფიგურები გამოაქვთ. ეს უკვე დიდი ხნის ტრადიციაა. სადღესასწაულოდ მორთულ ქალაქში 2009 წლის ბოლოს მთავარი კულტურული მოვლენა მაინც ტრუბადურის მსოფლიო პრემიერაა. ლიცეუს გრანდ თეატროს სცენაზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც გამოჩნდა. სპექტაკლამდე ცოტა ხნით ადრე ორი მეგობარი, ორი ვარსკვლავი მარკო ბერტი და პაატა ბურჭულაძე ჩვენთვის გამონაკლისის სახით ბარსელონას ქუჩებში გასეირნებაზე გვთანხმდება. ასე დაუწერელი კანონი დაირღვა და საოპერო მომღერლების ასე ძვირფასი ხმები არიებამდე ჯერ ინტერვიუში დაიხარჯა. ლიცეუმ მნიშვნელოვანი თეატრია ევროპასა და მთელ მსოფლიოში, რაც შეეხება ტრუბადურის ახალ დადგმას, ამ სპექტაკლს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეძინა პრემიერაზე მისი აღმატებულება დედოფალ სოფიას მოგზაურობა. სამეფო ოჯახი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საოპერო ხელოვნებას. ალბათ თქვენ იცით, რომ პრინცესა ქრისტინას პაატა ბურჭულაძესთან პაატა ბურჭულაძე and princess Christina. ველინში 31 დეკემბერს თბილისში როდესაც ახალი წელი იქნება, მე ამ დროს ზუსტად სცენაზე ვიდგები და ალბათ შემარიას შევასრულებ და ამითი მიულოცავ ჩემს ახლობლებს და ჩემ მეგობრებს ახალ წელს. ქართველი ბანი ფერანდოს პარტიის შესასრულებლად ემზადება. ლიცეუს საგრიმიოროში ანუ კამერინოში ჩვენი კამერაც ხვდება. ესე გამოვედი დიდი მებრძოლი.
მისი მთავარი საბრძოლო იარაღი მისივე ხმა და არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს სხვა ცნობილ ხმებთან ერთად ქოლმოქმედების ძალა ერთობაშია. Sono qui con molto piacere nel mi trovo nella მიხარია რომ ბარსელონაში ვარ და ტრუბადურში ჩემს დიდ მეგობრებთან ერთად მონაწილეობ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და იმ ათასობით ანთებული სანთლისთვის, რომლის ფონზე ჩვენ ვერდის რექვიემი შევასრულეთ. ეს წარუშლელი შთაბეჭდილება იყო. ღიმილის ხილვა იმ ბავშვების სახეებზე, ვისაც ომმა დიდი ტკივილი მოუტანა. საახალწლო ბარსელონამ მსოფლიო დივასაც უმასპინძლა. ბილეთის შოვნა მონსერატ კაბალიეს კონცერტზე რთული იყო. მშობლიურ სცენაზე გასვლამდე მომღერალი იმედის ობიექტივშიც მოხვდა. შემმორეულმა საქართველოში სტუმრობა გაიხსენა და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან. მონსერატ კაბალიამ მისი უწმინდესობისგან მისაოცი ბარათი და საახალწლო საჩუქარი მიიღო, რაზეც მისი პასუხი აღელვებული ხმა და ეს გზავნილია. Muy claros y el patriarca lo entenderá también muy bien. Თქვენო უწმინდესობა, ხატი რომელიც წმინდა სამების ტაძარში გადმომეცით, ჩემს ოთახში ინახება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ მეგობრობისთვის და მოგილოცოთ აღსაყდრების თარიღი. ასევე დაბადების დღე, რომელიც 4 იანვარს გაქვთ. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ და მთელ საქართველოს ჩემი სახით გყავთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ. Más gran elogio. მონსერატ კაბალიამ პაატა ბურჭულაძესთან ერთად ახალი ქართულ-ევროპული ფონდი იავნანა არტი დააფუძნა. პირველი კონცერტი და ტელემარათონი ესპანეთში უკვე დაგეგმილია. გალა კონცერტით შემოსული თანხის ნაწილი აფრიკელ, ნაწილი კი ქართულ ბავშვებს მოხმარდება. პაატასთან ერთად ამ ფონდის დაარსება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიამაყება, რომ იავნანას წევრი ვარ და დარწმუნებული ვარ, ეს ფონდი დიდ საქმეებს გააკეთებს. სამწუხაროდ მსოფლიოში ძალიან ბევრი ბავშვია, რომელთაც დახმარება სჭირდება. ომის შემდეგ საქართველოში ალბათ უამრავ ადამიანს გაუჭირდა. მინდა მშვიდობა და სიყვარული ვუსურვო თქვენს ქვეყანას. მსოფლიო ვარსკვლავებმა 21 იანვარს ქართულ სცენაზე პაატა ბურჭულაძის 55 წლის იუბილეუმ დააღნიშნონ, თუმცა მანამდე ჯორჯიას ქართველი ბანის დირიჟორობით ულოცავენ. Happy New Year, Georgia. Gilozavt? Questo qui come si dice? Gilozavt. Ah, c. Gilozavt kartvelebo. Gilozavt kartvelebo. Gilozavt kartvelebo. Happy New Year. Happy New Year. Vareketto ostati. Gilozavt. Happy New Year. Me da brundedi Georgia shi. Grazie. Ui, sei un amore.